უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით ფინანსები, პირადი ურთიერთობა, ჯანმრთელობა, რჩევა თქვენთვის. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, ნახოთ მომდევნო კვირის ენერგიები რა იქნება თქვენთვის. რა ენერგიებში იქნებით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ზოგადი ენერგიები რომ აღწეროთ, კვირა საკმაოდ ნაყოფიერი და საკმაოდ წარმატებული და სასიხარულო ამბებით არის აღსავსე. შესაძლებელია რაღაცა საქმის ბოლომდე მიყვანა იყოს, დასრულება იყოს ერთი ეტაპის, ერთი ციკლის, საკმაოდ წარმატებულები, გახარებულები, ბედნიერები ჩანხართ, შესაძლებელია ესეთი გახარება იყოს, რომ სხვებსაც გაუზიაროთ და მხოლოდ თქვენთვის არ იყოს საბედნიერო, ან სხვა ადამიანებსაც შეეხოს, გარშემო მყოფებს. არც უფრო ალბათ პირად ურთიერთობებს ეხება ეს სასიხარულო მომენტები და რაღაც შეიძლება შეხვედრა, გართობა, მხიარულება, დროის გატარება სასიამოვნო გქონდეთ, მაგრამ ესე ზოგად ენერგიაში არის რაღაცა უთქმელი, რაც თქვენ შიგნით მაინც გაწუხებთ და მაინც ბოლომდე ვერ ამოგაქვთ ცხოვრების ამ ეტაპზე, რაღაც ქვეცნობიერად რომ გაწუხებთ და რაღაცა შეიძლება გიხარიათ, მაგრამ ფიქრობთ, რომ მე ნამდვილად ვიმსახურებ ამ ყველაფერს, ან ნამდვილად ვიმსახურებ ამ წარმატებას, შეიძლება თქვენ თავთან აი ეს პრობლემა იყოს, რომ რაღაცნაირად მაინც შეიძლება იმდენ ტკივილი გქონდეთ, რომ აღარც გიჯერათ, რომ ოდესმე ბედნიერება მოვა თქვენთან და ბედნიერებას დაიმსახურებთ. პირად ურთიერთობებს რაც შეეხება, საკმაოდ პოზიტიური სიახლეები გიჩნდათ პირადში, რაღაც ახალი შესაძლებლობები, ახალი დასაწყისები, თუ პაუზა იყო, შეიძლება ურთიერთობა აღდგეს, შეიძლება კონტაქტზე გამოვიდეს, შეიძლება საერთოდ თუ არც არავინ არ აკყავთ, ვინმე ახალი პიროვნება გამოწეს და ახალი ურთიერთობა დაიწყო და ახლისკენ გადადგათ ნაბიჯი, საკმაოდ თავდაჯერებულები, აქტიურები, ესეთი ყურადღების ცენტრში შეიძლება მოექცეთ საპირისპირო სქესისგან. კვირა საინტერესო არის მაგ კუთხით და ტრანსფორმაციული ოღონდ დადებითი კუთხით, იმიტომ რომ ბევრი რაღაც განულება, ახალი ეტაპები ჩანს. ფინანსებს რაც შეეხება, ფინანსებში ვხედავ, რომ შეიძლება რაღაცის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდეთ თქვენ როგორც გინდათ, რაღაც ცოტა იმედგაცრუებას, ან გულისტკენას, ან გულისწყეტა შესაძლებელია იყოს და გაბრაზდეთ კიდეც რაღაც საკითხზე, ან სამსახურზე, ან პირადში ფინანსებში, რაღაც გულისწყრომასთანაც გქონდეს საქმე. საწვალებელია ცოტა ყურადღება მისაქცევია თქვენი ფინანსური და სამსახურებრივი მდგომარეობა ერთ კვირაზე. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ჯანმრთელობითაც კვირა საკმაოდ აქტიურია, ენერგიულები ხართ, ოპტიმისტურები, პოზიტიურები. შეიძლება რაღაცა ცოტა მენტალური კრიზისები და შინაგანი დარდები და კითხვის ნიშნები და შფოთვები გაგაჩნდეთ უფრო ჯანმრთელობას, მაგრამ არა უშო შეიძლება გამოკვლევები, რაღაც ახალი შანსების, სიახლეების კენსლა, ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით მიდიხართ, შეიძლება მკურნალობაც იყოს ზოგიერთ თქვენთაგანთან. რაც შეეხება რჩევას კვირის განმავლობაში. რჩევა ესეთია. დააბალანსეთ ემოციები, პირდაპირ გეტყვით, პირდაპირ მითითება არის, რომ ბალანსში მოიყვანეთ თქვენი შინაგანი სამყარო, თქვენი ფსიქოლოგიური განწყობა, თქვენი, რა ვიცი, დარდები, ფიქრები, ყველაფერი პოზიტივ გახარებათ, სიხარულის და უბედურებას და ჭირვარამს, ყველაფერი ბალანსირებულად უნდა გააკეთოთ ამ კვირაში. წარსულზე დარდებს, წარსულზე ფიქრებს გაეშვით, ნეგატიურ ემოციებში არ ჩავარდეთ, არ გადახვიდეთ როლში, რომ აი ყველაფერი უბედურება მე მიმართება და ვაიმე რაც უდათ არის რაღაცები თავიდან მოიშორეთ და ეს ნეგატიური რწმუნებულებები გაუშვით თქვენი თავიდან, კარგი იქნება. რაც იყო წარსულში, დროა ახლისკენ წახვიდეთ, დროა გაუშვათ აი ეს ძველი. შეიძლება დიდხანს იტკავებთ ძალიან რაღაცა ემოციებს და დიდი ხანია ესე უჭერთ და არ უშვეთ თქვენგან, დროა რომ აი ეს გამოუშვათ და გაათავისუფლოთ და გაიყვანოთ თქვენი ცხოვრებიდან და თქვენი ეს სხეულიდან ამოიღოთ ბოლო-ბოლო და ხომ უნდა დაბალანსდეთ და ხომ უნდა წახვიდეთ ბედნიერებისკენ და გამოხატეთ სიხარული, გამოხატეთ მადლიერება, საპირისპირო სქესის მიმართ, სამყაროს მიმართ, ადამიანის მიმართ, ცოცხალი რომ ხართ ამის მადლიერებიც იყავით, აი ამას გირჩევთ რჩევის სახით და არ გადახვიდეთ მსხვერპლის როლში, არ იფიქროთ, რომ ყველაზე ტანჯულები ხართ, ყველაფერი საშინელება თქვენ გემართებათ, ეს რაღაცებს ჩახსენით. ბედნიერ, წარმატებულ, ჰარმონიულ, სიხარულით აღსავსე კვირას გისურვებთ, და თქვენი ჩანაფიქრის ასრულებას. მადლობა ყურადღებისთვის, ვინც ბოლომდე მისმინეთ.